მოგესალმებით, ადგილობრივია. ძირითადად საუბარი ძალიან მნიშვნელოვან დეტალებზეა და რომელიც უფრო მაინც ქვეყნის შიდა და ტექნიკურ მხარეებს ეხება. მე მაინც ჩემი სპეციფიკიდან გამომდინარე და გლობალური გეოპოლიტიკური წვლილიდან მინდა ასე ანალიზი გავუკეთო ამას თუ საითკენ შეიძლება ეს მიდიოდეს, იმიტომ რომ ამის ქვეყნნიშნები უკვე იხატება. აი ჯერ გოტას მერე სიკოს ანალიზით ლოკალურიდან გლობალურისკენ მიდიოდა, იმიტომ რომ ის რაც ხდება ქართველი ახალგაზრდობისათვის და ზოგადად ჩვენი მომავლისთვის ამასაც გლობალური შედეგი ექნება, რა თქმა უნდა. აი გეოპოლიტიკური ჭრილიდან თუ სად შეიძლება მივიდეთ, ამაზე მაგალითად რამდენიმე წლის წინ, მათ შორის აი ბოლოს 3 წელიწადთან დაიწყებოდა ეს მკვეთრი ავტორიტარული, ესე იგი, გადახვევა ხო რეჟიმის მხრიდან, მაგრამ მანამდე ვფიქრობდი, რომ იმპერია, მაგალითად კრემლის გადმოსახედიდან, აი მაინც ამ ცუდად თუ კარგად ბოლო 30 წლის განმავლობაში მაინც თავისუფალი თაობები გამოიზარდნენ, ხო, რომელიც საინფორმაციო ან სოფლიოს თავისუფალ სოფლიოსთან კავშირებია, გაცვლები, პროგრამები, მაინც ინფორმაციული, ასე ვთქვათ, დამოუკიდებელი საინფორმაციო არხების გამოყენების შესაძლებლობა აქვს. ყოველთვის ვფიქრობ იმაზე, რომ აი ეს ზოგადად ეს კავკასიები ვიცით, რაც არის და განსაკუთრებით ისიც ვიცით, რომ პრემია ამას შეიძლება სხვებთან შედარებით ძალიან კარგად ასხობიერებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანი შეიძლება იყოს იგი იმპერიისთვის და ვფიქრობდი ყოველთვის, რომ აი ხელიდან გამოეცილება ყველა ვარიანტში და ეხლა ვხედავ, ხო, აი 3 წელია, აი პირდაპირ დაპირისპირება, მკვეთრი დაპირისპირება მთელ საზოგადოებასთან რეჟიმი, რომელსაც აწარმოებს, რომ ვერ გასდის მასმა, კი წარმატებებს აღწევენ ნაბიჯ, კონსოლიდირებულები არიან და ამ შემდეგ სინამდვილეში უმცირესობაში არიან და გარედან კიდევ მთელი ექსპერტიზა უდგას მათ კრემლის მხრიდან, მაგრამ ამ მოცემულობით ვერ ამარცხებენ და ვერც დაამარცხებენ რაღაც ახლო პერიოდის განმავლობაში საზოგადოებრივ წინააღმდეგობას და ვფიქრობდი, მაშინ ანუ კარგავს იცის ყველმა, კარგავს და როგორ უნდა დაიბრუნოს, ხო, გავლენა. გავლენა არის ის, რომ ესეთი მკვეთრი ჩაჩეხვა ამ თაობის ერთ-ერთი ესე იგი რეცეპტი შეიძლება იყოს მათთვის და არის კიდეც რომ ეს თაობა, მომავალი თაობა და ბევრი მშობელი თუ ახალგაზრდა ზოგჯერ ისე ადის ტრაპზე, ან ისე მიდის უცხოეთში, უკანაც არ იხედება. რაღაცნაირად, იმიტომ კი რომ აქ დარჩენა არ უნდა, მაგრამ ისეთი გარემოა, ხო? და სხვათა შორის ოცნების მხარდამჭერების ოჯახებშიც მინახავს ეს, რომ შვილებს კიდე თითქოს იცავენ რეჟიმს ემოციურად თუ პასიურად თუ აქტიურად, მაგრამ შვილებს აქედან აგზავნიან. თავიანთ გაბუჭებულ ქვეყანაში ამ შვილებს არტყუებენ. ნუ ახლა საუბარი არ აქვს საერთოდ ეგრეთ წოდებულ ნომენკლატურული ელიტების შვილებზე, ხო? აქ თუ უცხოეთში რა მიდგომა. და ანუ გამოვა ის, რომ აი ამ იდეოლოგიზირებით, მონოპოლიზირებით, მანიპულაციებით და კონტროლით, რომელიც შეეხება როგორც ლიტერატურაში, ასევე ისტორიაში ჩვენ ასე ვთქვათ, საკვანძო საკითხებს, განსაკუთრებით ბოლო 2 საუკუნის განმავლობაში რაც ეხება, იქ ახალი თაობა რო გამოზარდო, ამისთვის აი ამ ღონისძიებებს უნდა მიმართონ და აქ ამ არადემოკრატიული რეალობის, ასე ვთქვათ, შექმნაში რეჟიმის და კრემლის ნომენკლატურული, ასე ვთქვათ, ნეოფეოდალური ნომენკლატურული ინტერესები ერთმანეთს ემთხვევა. ოღონდ თავისუფლებისკენ განვითარებისკენ არ იყოს საზოგადოება ხალხი წარმართული და იმისათვის რომ შეინარჩუნონ ძალაუფლება შეძლებს დაგვარად მერთხას ამ ღონისძიებებს უნდა მიმართონ, აქედან უნდა დაიწყონ. ჩვენ უნივერსიტეტის წარმომადგენლებს ვართ ძირითადად უმრავლესობა, მაგრამ მაინც განათლების ხერხემალი, იმიტომ რომ ის თაობა, რომელიც იზრდება ფსიქოლოგიურად და პიროვნულად და ასევე სკოლაა მაინც. როგორც კი გადარჩება სკოლა და გადავარჩენ სკოლა, ეს ქვეყანას გადარჩება, იმიტომ რომ 1-2 თაობაა საკმარისი რომ გამოიზარდოს, რა თქმა უნდა. ხელსაყრელი გეოპოლიტიკური საგარეო, ესე იგი, პირობების გამოყენებით, რომ რაღაცნაირად გავიდეთ სამშვიდობოს და ბეწვის ხიდზე. და შესაბამისად ესენი ეცდებიან, რომ აი ჩაჩეხვა მოახდენონ, ზოგი გაუშვან აქედან, ზოგი ვის დარჩება გააჩუმონ, ან რეპრესიებს მიმართონ, რომ 0 თვის წერტილის შემდეგ გააგრძელონ იმ თაობების გამოზრდა, რომელიც შეიძლება რუსეთი ფიქრობს აქ დარჩენას, მაგრამ სხვა საკითხია იმპერია იქნება თუ არა. აი იმპერია, რომელსაც გეოპოლიტიკური განაჩენი ჯერ კიდევ 2009 წელს გამოუტანეს, ეს არის აღმოსავლეთ ესე იგი პარტნიორობა, როგორც ინიციატივა, იმიტომ კი არა რუსეთს ემუქრება, არამედ თავისთავად ეს არის დემოკრატიზაციისა და განვითარების
პროცესი მსოფლიოში და იმპერია ვიცის, რომ ის ამ რეალობაში უკიდან გაქრება და შეიძლება იმაზე უფრო ადრე მოხდეს, ვიდრე გონია და აი ეს ყველაფერი მერე უფრო ძალასაც დაკარგავს, მაგრამ ჩვენ უნდა გვეყოს მოთმინება, ჰაერი, ფილტვები, ესე ვთქვათ, ხო, საზოგადოებრივი ფილტვებმა გამძლეობა, ხნეობა და მიზანმიმართული სვლა ძალიან კარგი მომავლისკენ, უბრალოდ ეხლა ძალიან რთული პერიოდი გვაქვს ახლა, მაგრამ უნდა გავიდეთ და როგორც კი გავალთ, იმპერიის ახსენებელიც არ იქნება, საქართველოს იქნება ერთ-ერთი ძლავრი ქვეყანა, თავისი მასშტაბებიდან თავის მასშტაბის მიუხედავად და აი უნდა რამენერად სამშვიდობოს უნდა გავიდეთ. ყველაფერი იქნება ძალიან კარგად, თავარია ვიცოდეთ, ვინ ვართ, საითენ მივდივართ, რა გვინდა და როგორ მივახციოთ ამას. ისინი ამას ვერ მოახერხებენ, იმიტომ რომ ისტორიული ძალები ამის საშუალებას არ მისცემენ მომავალი არ ეკუთვნის წარსულს და დემონს დიქტატურას ეკუთვნის განვითარებას და თავისუფლებას და ადამიანებს და კაცობრიობას ზუსტად ეკჭირდება.